ქუთაისში იოსელიანის ქუჩაზე მრავალსართულიან კორპუსში მცხოვრები დევნილები დახმარებას ითხოვენ. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირების თქმით, კორპუსის სახურავი თითქმის მთლიანად ახდილია და ჭერიდან წყალი ჩადის. კედლები ნესტიანია, ლიფტები კი ამორტიზებული. როგორც დევნილები ამბობენ, სააგენტოში ეუბნებიან, რომ კორპუსის პრობლემები მერიამ უნდა მოაგვაროს, რადგან შენობა სტიქიის დროს დაზიანდა. მოქალაქეები დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს მიმართავენ. რო შემოვედით იმ დღიდან იყო პრობლემები. ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა, კედლებიდან წყალი შემოდიოდა და გვისველდებოდა. მამას ემატებოდა კიდე პრობლემა ის, რომ დასალევი წყალი ჩვენ არ ქონდა. უბნებიან ახლა სტიქიამ გააფუჭაო და მიაწერეთო სტიქიას. სტიქიის გაფუჭებული, ესე იგი უნდა გააკეთოს მერიამ. ხო და ახლა მერიას უნდა უცადო ჩვენ, როდის გამოაცხადებს ტენდერს, ამას ჭირდება ძალიან დიდი დრო. 3 წელიწადია რომ გვაწვიმდა ასეთ ოთახში, როგორ დავაძინოთ ბავშვი. კედლებიდანაც წყალი ჩამოდის, ბავშვებს ვერ ვაძინებთ ოთახებში, ისეთი სირისტის სუნია და ვიხჩობით შვილო. თოთო ბავშვები მყავს სახში და საწავიდე არ ვიცი. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ ჩვენთვის არაფერი არ არის. ჩვენ არავინ არ გვაქცევს ყურადღებას. დღეს ხვალ იმას გადაუგორებენ, ამას გადმოუგორებენ, იმან აკეთოს, ამან აკეთოს და ჩვენ ვერ გავიგეთ და საწყალ ხალხმა რა გავაკეთოთ არ ვიცით.